პირადად ჩემთვის აქვს მოყოლილი ერთხალბათოს მეტეხში, მე ვუყვარდი მაგვოვას და ერთხელ დედამისისთვის მოპარული პატარა სარკეც კი მაჩუქავ. მაგრამ საპასუხო გრძნობებს ვერ ღირსა და მაგან ალბათ კიდევ უფრო დაბოღმა ქართველებზე. ბებიამ და ბაბუამ, ვისაც ბოვა 10 წლისა დაუბრუნეს, ბავშვი ლენინგრადში ნათესავებს მისცეს, ვისაც 2 ბავშვი დაღუპული ჰყავდა. ჩადის პუტინი იქ და არ იცის რუსული ენა. 1960 წელია და ვოვა ქართულად ლაპარაკობს. უცებ აღმოჩნდა, რომ სკოლაში რაც აქამდე უსწავლია, არ ითვლება. ლენინგრადში დაბადების ახალი მოწმობა გაუკეთეს. 1952 წელი ჩაუწერეს, რომ ისევ პირველ კლასში მიიყვანათ. და ახალი მშობლები, ახალი მამა ორგანოების თანამშრომელი იყო. ნკვდმ-ს რაზმში 1937 წელს ჩაეწერა. მერე ესტონეთში გაგზავნეს საომრად. ყველა მიცის რა მშვიდობაც მოუტანა ესტონეთს საბჭოთა კავშირში შეყვანამ, რამდენი ადამიანი დახოცეს. პუტინი სულ ამბობს, რომ მამამისი ზურგში იბრძოდა. ახლა ისიც გავიგეთ ქართველებთან ერთად რატომ ზუს პუტინს ბალტიელები. ეგ უკვე NKVD-შნიკი მამის თუ მამინაცულის გავლენით. პუტინის ალტერნატიული ბიოგრაფია მხოლოდ საინტერესო ამბავი არ არის. სისხლიანი ამბავია. როგორც გახსოვთ, 1999 წელი დამთავრდა ელცინის სატელევიზიო გამოსვლით, რომელმაც შემცვლელად პუტინი დატოვა. На смену приходит новое поколение тех, кто может сделать больше и лучше. 2000 წელი კი დაიწყო დაუსახელებელი ქართველის ვიზიტით თბილისში, მაშინ ძალიან აქტიურ იჩქერიის წარმომადგენლობაში. ქართველმა თავი უშიშროების ყოფილ თანამშრომლად წარადგინა და მოითხოვა $900,000 ქეშად სოფელ მეტეხიდან მოხუცი ქალის გასატაცებლად. თან ახსნა, რომ ეს პუტინის ნამდვილი დედა იყო და ჩეჩნებს შეეძლოთ მისი გაცვლა ჩეჩნეთიდან რუსული ჯარის საბოლოო გასაყვანად. კონტაქტს კონტრაქტი არ მოჰყვა, მაგრამ წარმომადგენლობის თანამშრომელი რუსტამ დაუდოვი პირადად ჩავიდა სოფელში, შეხვდა ამ ქალს და ვიდეოკამერით გადაიღო შეხვედრა. შემდეგ დაუკავშირდა თავის ახლობელს, ჩეჩენ ბიზნესმენს ზია ბაჟაევს. ის თავის მხრივ ურეკავს ცნობილ რუს გამომძიებელ ჟურნალისტ არტემ ბოროვიკს. სხვადასხვა ცნობით, ვერა პუტინასთან საუბრის ჩანაწერი დაუდოვს მათთვის ან თბილისში, ან კიევში უნდა გადაეცა. ეს სავარაუდოდ ჩაშლიდა პუტინის პრეზიდენტობას, რომელიც უნდა გაფორმებულიყო 26 მარტს არჩევნებზე. მაგრამ 9 მარტს თვითმფრინავი მოსკოვში აფრენისას უცებ ჩამოვარდა. ბაჟაევი და ბოროვიკი იღუპებიან. შემოდგომაზე დაუდოვს უკავშირდება იტალიელი ჟურნალისტი ანტონიო რუსო. დაუდოვი მას აძლევს თავის ვიდეო ჩანაწერს, მეორე დღეს კი კახეთში სოფელ უჯარმასთან რუსოს ცხედარს აღმოაჩენენ. მას ხელები აქვს შეკრული და ექსპერტიზა დაადგენს, რომ ჟურნალისტი გზაზე დააწვინეს და მერე სატვირთო მანქანით გადაუარეს. დაუდოვი დაცვას გაეროს თხოვს და საბოლოო ჯამში მას ოჯახიანად გერმანიაში გახიზნავენ.